ისეთი სტუმარი მოვიდა დღეს ჩვენს პირველ ბლოგში. ძალიან ცოტა ადამიანი არის, ვისაც აი ძალიან ბევრი ნიჭი აქვს ერთდროულად გაერთიანებული. ეს ნიჭი არის გარდა ის, რომ კარგად მღერის და მუსიკალური არის და ნიჭიერი არა, მეგობარი, ადამიანი, არ ვიცი როგორ ვთქვა, კარგი მამა, კარგი მეუღლე. მე არ მინახავს ადამიანი, რომელიც ამბობს ჩვენ სტუმარზე, რომ ხო, როცა ვამბობ, გიორგი გაბუნია, აუ რა ოქრობიჭია. ხო და ეს ოქრობიჭი არის დღეს ჩემი სტუმარი გიორგი მოგესალმები. მოგესალმები, რატო კაი ისე აუ როგორ მიხარია რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ. მე ვერ ვეხირზე ამასთან სტუმრობა და ეს მაინც მოვიდა ჩემთან. აი ასე. არ ვიცი, ესე იგი გამოცხადება იყო ეს მწვანე მაისურით კი ვარ, მაგრამ გავწითლდი და ხო, რაღაცა ფერი შეიცვალა. კი, ფერი ვიცვალე. როგორ ახარ გიორგი? კარგად, მადლობა თავად. არა მიშა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ეხლა იცი რა არის, მე დრო უნდა ვიხელთავ ვინაიდან და რადგან პირველად ხარ ჩემთან სტუმრად. ჩემთან რა, მე და შენ ასე პირველად ხვდებით. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს შენთან. გამოუშვი. და მოდი პირველი კითხვა იცი რა არის, ასაკოვანი ხალი ვარ. ცხოვრებაში ბევრი რამე მინახავს, მაგრამ აი საიდუმლო, რომელიც შენ გაქვს, ის ხერხი, რომ მართლა საოცარი ადამიანი ხარ, დადებითი პიროვნება და ყველას უყვარ ხარ. და არა ვიცი თქო, როგორ მაღიზიანებს გიორგი. რა არის ეს? საიდან მოდის? მესმის რომ ქუთაისიდან. ეს გასაგებია. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმები ისე, მე ძალიან მიხარია რომ დღეს შენთან ვარ სტუმრად გადაცემაში. და ჩემთვის ძალიან მშობლიურ არხზე. კი ბატონო. და ხო, ნუ რა ვიცი, ახლა მართლა ძალიან ისა ვარ, უხერხულში ვარ, იმიტომ რომ არ ვიცი ახლა როგორ უნდა ვუპასუხო ამას, ნუ რა თქმა უნდა აი როგორ ცხოვრობ, აი როგორ შენი ოჯახი და ეს ხო ყველაფერი ოჯახიდან მოდის, ხო? კი, ოჯახი აუცილებლად პირველ რიგში. ხო, ნუ საბედნიეროდ და მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრ ადამიანი არის კეთილგანწყობილი ჩემს მიმართ, ჩვენს მიმართ, ზოგადად რაღაც გუნდის მიმართ და მადლობა მათ ამისთვის, მე ძალიან მიყვარხართ და ჩვენ ძალიან გვიყვარხართ, ვისარგებლებ ეთერით. ხო, ანუ არ ვიცი სიმართლე რომ გითხრა, ეხლა რომ რაღაცა კონკრეტული რაღაც არსებობს, რის გამოც დაუშვათ ასე, არა. ნუ ალბათ, ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა, ოჯახი და სადაც იზრდები, სწავლობ ხო ურთიერთობებს, როგორი უნდა იყოს, იმიტომ რომ გარეთ როცა გადიხარ, ხო ვიცით ხო რომ ოჯახს გარეთ შენ ხარ შენი ოჯახის ელჩი, ისევე როგორც მე ქვეყნიდან რო გადიხარ, შენი ქვეყნის ელჩი, ხო? და რაღაცნაირად სულ ესე რაღაცა წინაპრების განვლილ ცხოვრებას რო უყურებ, როცა მათთან ერთად იზრდები. სხვათაშორის ქართველებს გვაქვს ეგ ძალიან მაგარი თვისება, რომ ბევრი თაობა, როდესაც ერთად არის ხოლმე სახლში რა. ანუ ხო არის მაგალითად ეხა ბევრი ქვეყანა არ არის ჩვენსავით, როგორც ვიცი, რომ აი ყველა დამოუკიდებლად ცალკე ცხოვრობს. ჩვენ მეწყრის მერე გადის ცალკე. კი, განა ეგ ცუდია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ის რომ ბებიებთან, ბაბუებთან ერთად იზრდები, აი როდესაც პატარა ბაბუა თუ გაქვს ბედნიერება და დიდი ბებია ბაბუაც ოჯახში არის. ანუ იქ შეუძლებელია რომ ადამიანმა რაღაცნაირად არ გამოიმუშაოს ზუსტად ის უნარჩვევები, რაც ცხოვრებაში გჭირდება, რომ უნდა იყოს კეთილი, დავდაბალი, უნდა რაღაცა ისე უნდა მოექცე ადამიანს, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ და ეს სიყვარული რაღაცა არ შეისხლხორცო რა და შემდგომ უკვე რავი რა, უნდა იყოს ის ვინც ხარ. ხო. ანუ მე მაგალითად არასდროს ეკრანზე არ ვთამაშობ. რა ერთადერთი რაც არის, რომ ეკრანზე ხანდახან ცხოვრებაში ქუთაისური ეს ლაპარაკი საუბარი იმერული და აი ხანდახან ეკრანზე ვცდილობ, რომ უბრალოდ ეგ ოდნავ რაღაცა დავაბალანსო. აი ერთადერთი რასაც შევარბილო, რასაც ვცვლი ეკრანზე არის ალბათ მხოლოდ და მხოლოდ ეგ, რომ აი მაგალითად ძალიან ეს რაღაცა ქუთაისური იმერულად არ შევბერო ბოლომდე, თორე დანარჩენი არის ის რაც ვარ გარეთ, ის ვარ ეკრანზეც და უბრალოდ ტანსაცმელი მაქვს სხვა. და ალბათ ეგ არის, რავი. არის რაღაცა ისეთი, მე მახსოვს მაგალითად ბებია ჩემი მეუბნებოდა, რომ ადამიანს არასდროს არ უთხრაო არაო, არ ვიცი. აი რაღაცა სიტყვები წინა აი ისეთი სარი, რომელიც აი წინაპრებიდან მოყვება. რამე იყო შენები რასაც იცი რაღაც კონკრეტული ეხა უცებ აი რომ მკითხე არ მახსენდება, მაგრამ ბევრი იყო, ბევრი რაღაც აი სუფრის ადაწესები, მაგალითად ვინაიდან ბიჭი სუფრის ადაწესები, რა თქმა უნდა, კი, ანუ ყოველთვის მაგალითად არაც არ ყოფილა რომ ის ხუმრობა რო იციან ბავშვი გავაღვიძე პიანინოზე დაუკრას. დადექის კამზე ლექსიც აიკითხე, ეგ არ ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ანუ ერთხელ როდესაც მითხრეს რომ აი ბაბუ დაუშვათ ან ბებო ხო, აი ნათესავები ვიკრიბებით და მოდი დაჯექი ჩვენთან ერთად, რომ ერთხელ რო დავჯექი რომ შემოთავაზეს მეორედ, მესამედ უკვე მე თვითონ გამიჩნდა სურვილი, გამიგე, იმიტომ რომ კი, მართლა დღესაც მაქვს ეს რომ ყავს მადლობა ღმერთს რამდენიმე გამონაკლისის გარდა ბებია და ბაბუები და როდესაც მათი სამეგობრო ან მათ ეს სანათესაო მათი ასაკის ხალხი იკრიბება
გულწრფელად გეუბნები, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არის, როდესაც იქ გზივარ, იმიტომ რომ იქ ისმენ ისტორიებს, იქ უყურებ რეალურად როგორი არის გულწრფელი ურთიერთობები. აი ეს არის ზუსტად გულწრფელი. ყველაფერი ეს ქართული, ყველაფერი ეს, რავი, არ ვიცი, საოცრება არის, ალბათ ქართული გენი, კი, რა თქმა უნდა და შესაბამისად იქ ყველაფერი რაღაცას, რასაც აიღებ, აი ესე ცოტ-ცოტას, ხო, ამ წლების განმავლობაში, მე რაღაცნაირად ეს ყველაფერი შენში კარგად დაილექება და მე სადღაც იჩენს თავს რა. ეგეთ კონკრეტული მართლა არ მახსენდება, თუმცა ძალიან ბევრი რაღაც იყო ისეთ ჩემ ცხოვრებაში, რომ შენ დაუნებროთ იჭერ, ხო, ამ ყველაფერს და მე შესაბამისად რაღაცნაირად უკეთებ შენს თავში ანალიზს. შედიძლია თქვა, რომ კიდევ ბებიასთან ზიხარ, ბებისას ისწავლე. თუმცა ძალიან ახალგაზრდულად და არაჩვეულებრივად გამოიყურები ხა ბებიაზე. რა ვიცი, ხა ბებიაზე საუბარი. გიორგი, არ შემელი არ კითხო, საერთოდ ბიჭი ყოველთვის ოჯახში, თან ესე ტრადიციულ ოჯახში, ჩემი შვილი უნდა გამოვიდეს დოქტორი, ან უნდა გამოვიდეს იურისტი. რას ფიქრობდნენ და როგორ წამოხვედი, ასე ვთქვათ, სცენისკენ? ხო, აი მამა ჩემის შემთხვევაში მაგალითად იყო თურმე ეგრე, რომ როდესაც მამა მე მიყვებოდა, ანუ მამა ჩემი იყო ფეხბურთელი, საკმაოდ კარგი, წარმატებული, მაგრამ ოჯახში ძალიან უნდათ რომ ყოფილიყო ექიმი. კი ბატონო. აი და მე იქ მოხდა რაღაცა ინტერესი და ესა რა ქვია, რაღაც კვეთა და შესაბამისად ვერც ფეხბურთის მიმართულებით, ვერც ტრავმა, რაღაცა ვერ წავიდა მამა ისე და მაგალითად ვერც საექიმო მიმართულებით, მედიცინის თვალსაზრისით. ბაბუა ჩემის შემთხვევაში იგივე იყო, იქაც რაღაცა ფეხბურთელობა უნდა და მე მამას დიდ ბაბუას მოკლედ არ უნდა და რაღაცა ენერგეტიკიო ამბავი მოკლედ და ჩემს შემთხვევაში იყო ოღონდ როგორი მცდელობა, იცი ეს მაგალითები გაითავისეს, გაანალიზეს და რომ არ ამართლებდა და ჩემთან იყო მცირედით, რომ აი მოდი აქ ხომ არა, მაგრამ მე ძალიან მინდოდა თეატრალურ უნივერსიტეტში, თეატრალურზე ჩაბარება. ანუ სამსახიობოზე სამსახიობოზე და როგორ იყო, იცი რომ აი მითხრეს რომ კარგი, მოდი ცადე მაშინ როგორც შენ გინდა რა, ну ცოტა კი იყო, ეხა იქ არ დამალავდა რაღაცა, ხო, პატარა ყევები, მაგრამ ჩავედი, ну თეატრალურზე მოკლედ ცადე ჩემი მითი საერთოდ რესურსით რამდენიმე გაკვეთილზე ქუთაისში ბატონ ავთანდილ სახამბერიძესთან მივედი, არაჩვეულებრივ ქუთაისელთან მეთქო რაღაცა, რომ არ ვიცოდი საერთოდ რა ხდებოდა, ანუ სად მივდიოდი, ეხა შენ იცი ეგ ხო ყველაფერი კარგად, მაგრამ მე ჩემთვის ეგ ძალიან უცხო იყო და რაღაცა რამდენიმე ის ამიხსნა რომ ეს იქნება და პრაქტიკულად მოუმზადებლად მივედი და რაღაც მაგრამ იმდენად მინდოდა რომ რამდენიმე ტური გადავედი რა, გადავლახე. ორი ტური არის და შემდეგ უკვე გამოცხადა. ესა რა ქვია, ანდრი მახსოვს მაშინ თეატრალურის უნივერსიტეტიდან უკვე მე მგონი კურსდამთავრებული იყო და ნიკა გაბელია, ჩემი ნათესავი და ანდრი და ნიკა იყვნენ, გომაგობდნენ, გულშემატკივრობდნენ და ნუ მე რაღაც მესამე ტურში ნუ მოკლედ ვეღარ გადავედი, ესე იგი რა, ნუ ვერ ჩავაბარე და მე ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე და უფრო გავუხარდათ სახში. ენერგეტიკა რა საკვირველია? იმიტომ რომ ეგო პერსპექტიული ის არის, რაღაცა მიმართულება და კარგი ხელფასია, თუ წარმატებული რაღაცა ენერგეტიკი იქნები, მოკლედ ესე და მაგრამ მიკროთეატრია საოცარი და ასე შემდეგ. და ნუ მოკლედ რა კი ყველას ჩემთან ეხა მაგალითად ორივე ოჯახში ორივე მხრიდან, მაგრამ ჩემი დედაჩემის მხრიდან განსაკუთრებით ბებო მყავს აბაშიძე, ანუ დედაჩემის დედა და რაღაცა ეს გოჩა აბაშიძე მსახიობი, ანუ ბებოს ბიძაშვილის შვილია და მოკლედ ძალიან ისეთი ისაა, რომ თეატრთან ოჯახი, ორივე ოჯახი პრინციპში, მაგრამ ნუ განსაკუთრებით რომ ძალიან ახლოს იყო და რაღაცნაირად ჰქონდათ გულისწყეთა მაინც ხო იცი, ანუ ვიღაცებს უნდათ რომ ჩამაბარებინა ხო რაღაც ამბავი და ну მოკლედ ესე რა და შემდგომ ენერგეტიკის ფაკულტეტი ტექნიკურ უნივერსიტეტში და შემდგომ უკვე მანსანკანი და შემდგომ მე უკვე ამბავი. აი ახლა მაინტერესებს შემდგომ უკვე ამბავი. მანსანკანი ძალიან დიდი პრაქტიკაა და ბევრი ძალიან ცნობილი ადამიანი არის, ხო? მიუხედავად იმისა, დამეთანხმება იუმორი. ძალიან ისეთია, ხო, ოქროს რაღაცა ძაფივით არის და ოქროს ხაზივით არის და თუ ცოტა ზედმეტია. კი, ცუდია. ცუდია და თუ რაღაცა დააკლებ ისიც ცუდია. ხო. აი რა მაინტერესებს იცი, როდესაც მანსანკანი დამთავრდა და პირველი, ასე ვთქვათ, შენი აღმოჩენა უკვე გადაცემაში. ეს თუ არ ვწდები, იყო პოსტალიონი, ხო? ანუ ნახეთ როგორ იყო ზუსტად გეტყვით. ასე იგი, ჩემი პირველი ამბავი იყო ესეთი, რომ მანსანკანიდან ზვიომ ჩვენმა ზვიომ და შალვამ მოკლედ რადიო იყო ესეთი, რადიო
აღარ მახსოვს ზუსტად სახელწოდება, FM-ი მახსოვს 93 და 8. მოკლედ რადიოში იყვნენ და მეც წამიყვანეს მასანკანიდან, ანუ ზვიოიჯ და ჟიურიში ხოლმე და რაღაცა უთხრა იქ შალვას რო ესე კარგი ბიჭია, კარგი მეტყველება და ანეკდოტებს ვკითხულობთ. მერე უკვე გაიხსნა ტელეკომპანია არა და ინტერნეტ ტელევიზია პოსტივი. პირველი პოსტიველი ვარ რა. პოსტივი რო დაარსდა, რამდენიმე ადამიანი იყო სულ და ერთ-ერთი მეც ვიყავი და პოსტივიში უკვე წავედი ისევ შალვასთან და ზვიოსთან. მე მახსოვს გარე გამოკითხები იყო. ვიღაცებს ამღერებდა, ვიღაცებს ქუჩაში სიმღერებით ცეკვები, რაღაცა ის მაიმუნობდი, თამაშობდი ხალხთან ერთად ვერთობდი. მაგრამ სტუდიის თვალსაზრისით მე ანუ იქაც ზემოთხსენებულმა ადამიანებმა ღამის შოუს გაკეთება გადაწყვიტეს მაესტროზე და მაშინ თქვეს რომ მოდი ახალბედა ბიჭს ვაცდებინოთ როგორ იქნება, იმიტომ რომ ღამის შოუის ფორმატი აქვს რომ რაღაცა ცოტა 30-35-40 წელს გადაცილებული ადამიანები, იმიტომ რომ რაღაც გამოცდილება დიდი აქვს თოხტებისა ტელევიზიურ მიმართულებით და შესაძლოა ცნობილი სახეები და მოდიო ექსპერიმენტიო გავაკეთოთ რომ ახალგაზრდა ბიჭსო ცადოთ და რა იყო ახლა ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა. ძალიან დიდი კი არა, უდიდესი იყო გამოწვევა იყო ალბათ, მაგრამ სულ მინდოდა რა, სულ მინდოდა სადღაც წარმოვიდგინე რომ ტელევიზიაში სადღაც მუშაობდი და რაღაცა ესე ხელებს შლით და აი და მოგესალმებით, სულ მქონდა ეგ წარმოდგენა, სადღაც უნდა მექნა და ახლა მითხრა, აი ეს ძირითადად არის ხოლმე რომ ვიღაცეებით განან და სარკესთან მღერიან. ყოფილა რომ სარკესთან დამდგარ ხარ და სარკესთან მიმღერია კი და ვიღაც სტუმრებიც მიმიღია იქ ისეთი ვინც მქონდა წარმოდგენაში რომ აი ჩემთან ოდესმე უნდა მოსულიყვნენ უცხოელებიც მათ შორის მსოფლიო ვარსკვლავი და მოგესალ ქალბატონო დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია ტომ ჰენქსი და რაღაცა ბოდიალოდი და თან მე რომ მითხრეს ანუ ქართველების რა თქმა უნდა რომ მითხრეს მე ანუ მე მით უმეტეს გამძაფრდა ეს ხო ხტები რომ აი ამხელა რაღაცა განდეს მოგენდნენ რაღაც პასუხისმგებლობა და ძალიან ვინერვიულე მაგრამ იმდენად მინდოდა და იმდენად ვიგრძენი ეს პასუხისმგებლობა ეს ხო ჩემი ამბავი რომ იყო რომ რაღაცნაირად დავჯექი და ну რა თქმა უნდა წავიყვანე პირველი სტუმარი იყო კახი კალაძე ბატონი კახი მაგამბომა მომცელა იმიტომ რომ მეთქი ვიღაცა ახლობელი მოგეყვანა შინაური ვისაც ვიცნობ პირდაპირ კახი კალაძე რო დამისვით მეთქი მანამდე ფეხბურთელი მილანი მერი და მაგრამ ალბათ სწორი იყო იმიტომ რომ რთულით დავიწყე რთულით რა კუთხით ანუ მასშტაბს გულისხმობს სტუმრის და მე უკვე ძალიან გამიმარტივდა და რაღაცნაირად პირველივე სირთულეს რო შევეჭდე და დავძლიეთ მე უკვე წავიდა შეიძლება ითქვას რომ აი რა ძალიან გინდოდა ოცნებაში რა თქონდა შემდეგ გააკეთე ამის ვიზუალიზაცია და ის ოცნება აქვს სხვათა შორის ოღონდ დღემდე ეხა არ ვიტყვი ახლა რაზე ვფიქრობ მაგრამ სულ მაქვს ეგეთი ჩვევა და მადლობა ღმერთს რომ რაღაც მიიხდება სულ ანუ თუ რაღაც ამოვიჩემე ხო აი მაგალითად პირობითად ნუ აი ძალიან ელემენტარული თუნდაც აი ეს ღამის შოუს ამბავი ხო რო ვწვევი ღამე ოღონდ მართლა დაახლოებით 20 წუთი 25 წუთი ყოველ ღამე ეს ტრადიცია ვფიქრობ აი ამაზე რომ მე რო ღამის შოუს წამყვანი ვიქნები პირობითად იქ რა იქნება ნატუ გამოვა ის მოვა ის მაგრამ რაღაც ხაზავ თავში ამბებს ხო ანუ როგორ ხდები კი ბატონო ანუ როგორი ამბავია და ეს მაგ ყოველ ღამე და გამორიცხულია რომ რაღაც წლების მერე ან რამდენიმე თვის მერე რამდენიმე წლის მერე ეს არ ამიხდეს და ოს ოღონდ მარტო ღამის შოუზე არ მქონია ბევრ ამაზე მქონია ეგრე მაგალითად რაღაცა ისა მაკრო აი ეხაც მაქვს ერთი ამბავი რომელზეც ვფიქრობ რომ ანუ კარგი იქნება რომ ზუსტად იცი რომ მოხდება ხო ცოტა გაიწელა მაგრამ მაინც არ ვეშვები რა იმიტომ რომ გამორიცხულია უეჭველი ვიცი რომ ესე რა ქვია რაღაცა გიკვეს ხო რომ გაიწელა რა რაღაცა ვადებში იცი ხო წარმოგიდგენ ვადებში მოხდება და ეს არ ხდება მაგრამ მოხდება და როცა მოხდება გეტყვი რომ სხვათა შორის არ მithქვამს ეგ არსად გეტყვი რომ მე აი ის ამბავია რომ გითხარი და აქ ექსკლუზივი მე მჯერა რომ ძალიან მალე მოხდება იმიტომ რომ მე ყოველთვის რაღაცა როცა გინდა ვიზუალიზაცია უშვებ და აუცილებლად ბრუნდება და რა თავარი იცი რატო ბრუნდება იმიტომ რომ სუფთა ადამიანი ხარ კეთილი სიბოროტით რომ იყოს დატვირთული ენერგეტიკა აუცილებლად მადგილს ვერ აი ესე იყავი, ესე იწექი და ესე წარმოიდგინე შენი მეუღლე მომავალი როგორი იქნებოდა? სხვათა შორის ასე არ წარმომედგინა ასე ძილში და სიზმრებში. მაგრამ ეგ გოგოა ესეთი მოდიოდა თეთრი გოგო იყო. მაგ ამბავში სხვათა შორის ძალიან ის ვიყავი, რა ქვია, ბავშვობაში ხო ყველა სკოლია შეყვარებული და ანუ ერთი კვირა ერთი ადამიანი მომწონა ბავშვობაში რა თქმა უნდა. უხურე, ახლა ბავშვობას რა ასაკამდე ამბობს აკაც მარიც. 15-16 წლის რო ვიყავი პატარა რა და არა ხო და რაღაცა ესეთი ოღონ კი არ ვეუბნებოდი მათ რომ მიყვარდა და რაღაცა ანუ არ ვწირთავდი ჩემთვის რა რომ ხან ქერათმიანი ხან შავგრემანი ხან ისა ხო
ხო და რაღაცნაირად არ მქონდა ზუსტად ჩამოყალიბებული ესე რა ვთქვათ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი მეუღლე და მეთქი ალბათ როცა იქნება და დადგება ეს რომ მივხვდები რომ მე ის მიხდება რომ ეს არის არ ეძინა მას არ მეძინა მე და ეხლა მე რა მაინტერესებს როდესაც მივხვდი რომ ის არის და არ გეძინა შენ მე უკვე ხედავდი როგორ მოყავს ცოლად როგორ ჩნდება გოგო კი მე მქონდა რაღაცეები კი ანუ რომ როგორ უნდა გამეგრძელებინა და ვთქვათ ურთიერთობა რა უნდა ყოფილიყო რა როგორ უნდა წამეყვანა ეს რაღაცა ოჯახური ცხოვრება იმიტომ რომ როგორ იყო იცი რატომ მე ანუ ცოტა ადრეულ ასაკში მამაჩემი როგორ დაიცვალა ცოტა ადრე მომიწია ამ ყველაფერზე ფიქრი ხვდები და შესაბამისად როდესაც უკვე მე და ნინი დავოჯახდით რაღაც თვალსაჩინო ჩემთვის არ ახალი იყო ეს იმიტომ რომ მანამდე დედა ბებიები ბაბუა და პატარა ბარბარე და შესაბამისად ეს თავიდანვე ისე რაღაცნაირად დავიტვირთი ამ ამბით რომ მე ეს იყო არ იყო ჩემთვის რაღაცა განსაკუთრებულ სირთულესთან დაკავშირებული თუმცა რაღაცა ესენი იყო სხვაპასუხისმგებლობა იყო და ნინი გავიცანი იმას ნინი არ გამიცნია სტუდენტობის პერიოდში ნინის მამაჩემი და დედაჩემი არიან კლასელები ბავშვების მეგობრები და ერთად რაღაც ოჯახები ძალიან ახლო ურთიერთობა და ნინიც ახ ბავშვობაში სადღაც ვართ ბავშვობაში ხო 5-6 შვილი წლის ასაკში მაგრამ მე პაუზა იყო და ტექნიკურ უნივერსიტეტთან გეპეისთან საღამოს 8 საკლდა სადღაც წუთები შევხვდით ერთმანეთს მახსოვს ეგ ამბავი კი და გეტყვი რატომ მახსოვს დრო იმიტომ რომ მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო ცოტა ესე რა ქვია ფინანსურ ამბავში სტუდენტი კი გითხარი ახლა რაღაცა ოჯახი მამაჩემი უკვე აღარ იყო ისა ცოცხალი და რაღაცა და ესე იგი ერთ-ერთ მაღაზიაში ლობიანის ფასი ნახევრდებოდა 8 საათის მერე. და ვიცი რომ მაღაზიაზე რაც არის საუბარი და ეს ყველასთვის ძალიანად განაგრძე მერე. ნახევრდებოდა ფასი და მე და ჩემი მეგობარი ვიდექით იქ რომ ველოდებით რომ უნდა განახევრებულიყო ლობიანის ფასი რომ იმიტომ რომ ერთის ფული მქონდა მაგრამ ერთის ფულად ორს ყიდულობდი და ეს ჩემი მეგობარიც ხო ახ მარტო ხوار შევჭამდი რაღაცა და იქ მოვიდა ნინი ესე ლამაზი გოგო რაღაცა გამოპრანჭული და ვახ როგორ ახარ ესა როგორ შეცვლილ ხარ ამდენი წელი გავიდა აქ რა შვები ხომ რო ეტყოდი ლობიანის ფაზის განახევრებას ველოდებით და მეთქი რა მეგობარი გამოცდას აბარებს და მაგამ ბავში ვარ მეთქი ხომ რაღაცა ჟუტურე მოვიწვია ჩატეხეს ახელი არა და ძამშიო და მე მოკლედ ისა რა ქვია გავცვალეთ ნომრები მეთქი ახლა და უკვე ისე მომეწონა პირველივე შეხედვით რომ ეგრევე ხო ხვდები რომ მეთქი ახლა მამა და მამა ჩემი მეგობრობდნენ მეთქი და ახლა გოგო მარტო ხარ თბილისში მეთქი ახლა ისეთი ამბავი მოდი ტელეფონის ნომერი რომ რამე დაგჭირდეს რომ ყურადღები ხო იცი ახლა როგორც ვიცით ხოლმე ეს შეკერილი ალაპარაკები და აი რომ მომცა ტელეფონის ნომერი და მეორე დღეს ეგრევე მივწერე როგორ ხარ თქო და იმ როგორ ხარ და დაიწყო მე ყველაფერი და მე ასეთი არაჩვეულებრივი გაგრძელება მოხდა. ლობიანს მადლობა. ლობიანი დამავიწყე აბჯამე. არჭამ აღარაფერი აღარ ახსოვდა. მითხარი გეხვეწები კირა იმიტომ რომ მამისთვის გოგო აბსოლუტურად სხვა. მას გაუთიშო? დიახ. და მითხარი როცა გაჩნდა კირა. ძალიან ბევრი ვიდეოები იყო სოციალურ ქსელში, მაგრამ ვინ არის რა შეცვალა და რამდენად გაგაახალგაზრდა და გაგატუტუცა ქვია ამას. კი რა ბაბუნიას ხო არ ამბობს ვერ ამბობს თუ არ ამბობს რა ვიცი და შერქვა მოკლედ კირა ბაბუნია დაირქვა ესე და TikTok-იც კი ეგეთია კირა ბაბუნია. კი ბატონო 20,000 გამომწერზე მეტი ყავს ამ პატარა ქალბატონს და კირამ საერთოდ ამოატრიალა ყველაფერი რა. ანუ პირველ რიგში რაც კირა მაგალითად ჩემში შეცვალა, უღონდ გულწრფელად გეტყვი, მე მაგალითად მივხედავდი რომ ბევრი ძალიან დიდი წრე მყავს მაგალითად ექიმების, მეგობრების, დამეთანხმებიან ახლა გვიყურებენ ალბათ. მე არ მიყვარს სიარული მაგალითად აი თავის ჯანმრთელობის თვალსაზრისით თუ რაიმე ძალიან არ შემაწუხა, ზირთად ეს გვაქვს. ხო, ქართველებო, არ მივდივარ. მე კიდე ეს გაორმაგებული მაქვს. აი კირას დაბადების შემდეგ დავიწყე თავის მოვლა მაგ კუთხით. სხვა პასუხისმგებლობა. კი, იმიტომ რომ რო უყურებ ახლა კი ჯერ კაცო ახალგაზრდა ვარ, კი არსად მივეჩქარება, მაგრამ რო უყურებ ბავშვი როგორ იზრდება, როგორ ყოველდღიურად რაღაცებს სწავლობს, როგორ რაღაცა ყოველი დღე ახალია მისთვის და ჩვენთვისაც შესაბამისად, მინდა რომ მაქსიმალურად კარგად ვიყო
იმისთვის რომ ისიც კარგად იყოს და ყველაფერი ძალიან დიდი ხანი და რა თქმა უნდა კირას დედმამიშვილებსაც დიდი ხანი მე ვუყურო რა და კი ეხა ცოტა ის ვინმე იტყვის რა ლაპარაკებს 32 წლის კაცო მაგრამ მართლა გეუბნებით ანუ რაღაცა ყოველ 6 თვეში 7 თვეში ერთხელ დავიწყე მივდივარ რაღაცა ხო ხვდები აი შევემოწმების კი არაფერი მაგრამ რაღაც აი ეს მაგალითად მე დამიმატა ძალიან მაგარი რაღაცა არის ხო აი ეგ ეს არის პატივისცემა შენი შვილების შენი ოჯახის და რაღაცა დიდი პასუხისგებლობა ნახე რა თქვი დედმამიშვილებსო კი რა თქმა უნდა ჭირდებათ მამა და კიდე გითხრა ეს კიდე რა არის ზუსტად ვიცი ადრე დაკარგული მამა უმამოდ ალბათ გაზრდა ესეც არის რომ ეგეც არის აუცილებელი ეგეც რაღაცა ამკიდა ხო ალბათ რაღაცა ერთგვარი რა ქვია ცოტა კომპლექსი თუ ქვია თუ შიში თუ მოკლედ რაც ქვია შიში რაღაც არ ვიცი რაც გინდა ეს და მაგრამ კარგი ეს კარგი შიშია შეიძლება ითქვა ბატონო და აი ეგ არა ეგ მომენტია და ნუ ეხა როგორ გააფერა და ყველაფერი ადრე რო სახლში მისვლა გინდა რაღაცა კი რა და თან ისა რა ძალიან მოწონს უკვე ეს გადაღება ან როგორ შვება იცი მოდის და მამა გადავიღოთ ხო ყველაფერს ლაპარაკობს აბსოლუტურად წინადადებებს საუბრობს გამართულად ჩვეულებრივად და ნუ ესე იგი რაღაცას ხო გადავიღებთ მაგალითად ვიდეოს და ვიტყვით რომ აი მედანინი რომ აუ ეს არ იყო კარგი ეს არ იყო კარგი თავიდან შენ გენაცვალე და იწყებს დაფრანჭებს ეს რაღაცებს ანუ მეორე დუბლზე მიდის ხო მეორე დუბლზე მიდის ეს 2 წლის რა ვიცი ქალის ნიმუში მამის კვალზე მიდის მამის კვალზე მიდის მე მგონი ხო ნინი იძახის ეს ალიკვალი მამა შენი ხარო ასე უძახის და მე მგონი მე გადამასწრო უკვე იმიტომ რომ კირას ვიდეო სადმე რო დადო ნახვა უზარმაზარი ვიღას ახსოვს გიორგი გაბუნია კირამ რო გითხეს მამა მე თეატრალურში ვაბარებ მე უნდა ვიყო მსახიობი დიდი სიამოვნებით და შევუწყობ მაქსიმალურად ხელს და დაუდგები აუცილებლად გვერდში იმიტომ რომ რაც გინდა იმას თუ აკეთებ უფრო კარგად გამოგდის და თუ არ უნდა მოხდეს ეგრე როგორც ჩემ შემთხვევაში იყო ისე მოხდება იქ რაღაც ისე რომ კი ბატონო ზევიდან განაგებს იცი რა არის ჩემს უკანდევს გიტარა საერთოდ ეს ამბობენ მსახიობის სცენაზე როცა თოფი კიდია იმან აუცილებლად უნდა გაისროლოსო მოდი ხა გიტარას არ ვისვრი მაგრამ შენ არაერთი ვიდეო გაქვს შენი ტკბილად ნამღერი ალბათ კირასაც უმღერი ხოლმე ტკბილად ჩვენ მოყურებელსაც უმღერე და მეც კარგი მაშინ ვიმღერებ ყველასთვის საყვარელ სიმღერას შევეცდები ყოველ შემთხვევაში და პირველად ვღერი ამ სიმღერას ესე ეთერში ასი წლის შემდეგ ისევ ქალაქში ზამთარი მოვა 100 წლის შემდეგ ისევ დაიწყებს ფანტელი თოვას 100 წლის შემდეგ ისევ გეჭდები მღელვარეთ გვერდზე 100 წლის შემდეგ ისევ გაკოცებ ხურვალეთ ხელზე მე ისევ მიყვარხარ როგორც უცი და ისევ მაკვირვებს შენი წრემლები მე ისევ გნახე ქუჩაში გუშინ და ვიფარე სახეზე ხელი 100 წლის შემდეგ ისევ ვიჯდებით მე და შენ ბაღში 100 წლის შემდეგ ისევ ვიჩხუბებთ შენ წახვალ სახლში 100 წლის შემდეგ გზას გამინათებს მე შენსკენ მთვარე 100 წლის შემდეგ როცა გამიღებ პატარა ვკარებს მე ისევ მიყვარხარ როგორც უწინ და ისევ მაკვირვებს შენი წრემლები მე ისევ გნახე ქუჩაში გუშინ და ვიფარე სახეზე ხელი 100 წლის შემდეგ
მე უღრმესი რაღაცა გამოვიდა. მადლობა. ბრავო, ძალიან დიდი მადლობა. გიორგი, უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა იმ რაღაც ძალიან საინტერესო თემისთვის. მართლა ძალიან მიყვარხარ და წარმატებებს გისურვებ და ეს ადამიანი არის მაგალითი კიდევ იმის, რომ თუ რაღაცა ძალიან გინდა, აუცილებლად ახდება. აი ხო მე ძალიან მინდა და მე მგონია შენც გინდა რომ გავიდე სარეკლამო ჭრაზე. გავდივარ სარეკლამო ჭრაზე, ჩავიფიქრე და და ხვდა.